ბოლოს მინდა ძალიან სწრაფად 31 ჭეშმარიტება გითხრათ. თუ ვინა ხარ შენ ღმერთში, შენ მიღებული ხარ, რომელთა წერილი ამბობს. შენ არჩეული ხარ. შენ თავისუფალი ხარ, შენ გეპატიება, შენ ახალი ადამიანი ხარ, შენ ღვთისშვილი ხარ, შენ ღვთისხატად ხარ შექმნილი, შენ ეკუთვნი იესოს, იესო შენ გთავაზობს ახალ ცხოვრებას და შენია ეს, შენ სამოთხის მოქალაქე ხარ, შენ ღმერთი გიცავს, შენ რაღაც მნიშვნელოვნის ნაწილი ხარ, შენ ღმერთს უყვარ ხარ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ღმერთი შენთანაა, შენ ღმერთის განსაკუთრებული ქმნილება ხარ, ღმერთისთვის ძვირფასი ხარ, შენ გადარჩენილი ხარ, ღმერთს შენთვის ცხოვრების გეგმა აქვს, ღმერთი გისმეს, ღმერთი გაძლევს ძალას, შენ ღმერთის მემკვიდრე ხარ, შენ ღმერთის ოჯახის ნაწილი ხარ. გადარჩენა და ხსნა შენ გეკუთვნის, სულიწმინდა შენში ცხოვრობს, ღმერთი შენზე ზრუნავს, იესო ნამდვილ სიხარულს გაძლევს, შენ კურთხეული ხარ მისგან, იესომ თავი გასცა შენთვის და შენია ეს საჩუქარი, ღმერთს შენი ესმის და შეუზია თანაგიგრძნოს. შენ მისი საგანძური ხარ, შენ სრული ხარ იესო ქრისტეში. აი ამას გიწოდებს ბიბლია შენ. აი ეს აქვს ღმერთს შენი 31 დღისთვის. და როცა ბოროტი მოვა და ამ მახინჯ სარკეს მოგიცუნცულებს, კიდევ ერთხელ დაუმსხვრიე მას სარკე და სწორი სარკე აიღე. სწორი სარკე აიღე. რა არის ეს სწორი სარკე საბოლოოდ? ღვთის სიტყვა და თქვი მე ვარ. იმიტომ რომ მე ვარ მათქვა რომ მე ვარ არის ესეთი საგალობელი. მე ვიცი ვინ ვარ, იმიტომ რომ მე ვარმა მითხრა რომ მე ვარ. ხო საინტერესო სიტყვათა ცვლა არის. ღმერთმა რომელმაც იცის კარგად ვინ არის, აი ამ ღმერთმა მითხრა თუ ვინ ვარ მე მის მიერ. და ტერი როცა მოდის და მის მახინჯ სარკეში, მის მახინჯ ჩანაწერებში მახედებს, მე სრულ ჭეშმარიტებას ვიღებ, მე სრულ საჭურველს ვიღებ და ვეუნები მას. ხელს კიდებ ღვთის სიტყვას, რომელიც სულის მახვილი არის და ვეუნები მას. შენი მახინჯის სიით აიბარგე ეხლა აქედან, იმიტომ რომ შეხედე რა ჭეშმარიტია, რა სუფთაა, რა ლამაზია, ჩემი ღმერთის სიტყვები ჩემ მიმართ. ვინ ხარ შენ? ღმერთის შვილი ხარ. ვინ ხარ შენ? ღმერთის ტაძარი ხარ. ვინ ხარ შენ? მისი სამკვიდრებელი ხარ. ვინ ხარ შენ? მებრძოლი ხარ. ხო და ადექი და ბრძოლა დაიწყე. ადექი და ბრძოლა დაიწყე.